მოგესალმებით, აი ასეთ დიდ შავ SUV-სთან ერთად, რომელიც გახლავთ Kia Sorento. ახალი Kia Sorento, რომელიც გამოვიყვანეთ Kia საქართველოს შოურუმიდან და დღეს სწორედ აი ამ ავტომობილის განხილვა გვექნება. მაშასე, Kia Sorento. შეხედავ ტექნოლოგიური, მოხდენილი, შემდგარი დიზაინი, დიდი შავი SUV, ტევადი, პრაქტიკული, 4x4-ზე, ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მაგრამ ის რომ Kia Sorento არასდროს არ ყოფილა რაღაცა განსაკუთრებულად ემოციური ავტომობილი, არ აღძრავს ზედმეტ ემოციებს, არ ყოფილა ისეთი რაღაც ღვთაებრივი, არ ყოფილა ისეთი, რომელსაც მაგალითად ჩემ ბავშვობაში როგორც იყო, ოთახში ჩამოიკიდებდნენ პლაკატებზე Kia Sorento-ს და დღეს როცა პლაკატები ნაკლებად მოდაშია და პოსტერები, მაგალითად ბავშვები არ დაიყენებენ wallpaper-ზე, ან ტელეფონში, ან gaming laptop-ში, მაგრამ აქ შემოდის მეორე მაგრამ. Kia Sorento ეგეთი მანქანა არც არასდროს ყოფილა. ეს ახალია მეოთხე თაობა თან განახლებული და წინა თაობებიც Kia Sorento ისეთი ავტომობილი იყო, რომელმაც არა ერთი, არამედ მეორე შეხედვით, მესამე შეხედვით უნდა დაგვიმტკიცოს რაღაცეები და განსაკუთრებით მართვის დროს და მოხმარების დროს უნდა გამოაჩინოს თავისი პლუსები. ამიტომ მოდით ჩვენც დღეს ძალიან დეტალურად ჩაუღრმავდეთ ამ ავტომობილს და გავიგოთ რამდენად კარგია ის სინამდვილეში, აი სწორედ მეორე, მესამე შეხედვით და მოხმარების თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ ეგრეთ წოდებული საპოსტერე მანქანები ყოველთვის ამაზე ძვირი ღირდა და ღირს, Kia Sorento გამოირჩეოდა როგორც Kia-ს ყველა მოდელი 3-4 რაღაცით. პირველი ეს იყო დიზაინი, Kia-ს დიზაინი ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. მეორე ეს იყო კომპლექტაცია, ყოველთვის მდიდრული კომპლექტაცია ჰქონდა ახლოს, მინიმუმ ახლოს პრემიუმ სეგმენტთან. მესამე ეს იყო ფასი, მისაღები ფასი ჰქონდა ყოველთვის Kia-ს და დღესაც ასეა და მეოთხე ეს იყო გარანტია. აი ამ ყველაფრით Kia დაიმკვიდრა თავისი თავი. ჩვენი მისიაც დღეს სწორედ ის არის, რამდენად არის ეს მანქანა ახლოს ოქროს შუალედთან. პრემიუმი პირდაპირ ესე არ არის, მაგრამ აქვს ძალიან ბევრი რამ და არ ცდილობს რომ ერთ-ან ორ კონკრეტულ კრიტერიუმში იყოს საუკეთესო. და მოდით, გავარკვიოთ, რამდენად კარგად არის ის დაბალანსებული. კარგი, ახლა გადავიდეთ დეტალებზე და პირველ რიგში ვილაპარაკოთ Kia Sorento-ს დიზაინზე. იმიტომ რომ აქ მართლაც ბევრია სალაპარაკო და ზოგადად, როდესაც Kia-ზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ბევრია ხოლმე დიზაინზე სასაუბრო. Sorento-ს Kia-მ facelift-ი გაუკეთა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ და ეს იყო თამამად შეიძლება ითქვას facelift-ი პირდაპირ მნიშვნელობით და ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, იმიტომ რომ მისი წინა დიზაინი რადიკალურად შეიცვალა და მანქანამ ფაქტობრივად სულ სხვა იერი მიიღო და პირველ რიგში ეს ცვლილება აისახა რა თქმა უნდა ფარებზე და ცხვირზე და ცხაურაზე. ფარები Kia 90 გრადუსით გადმოატრიალა და თუკი აქამდე იყო ჰორიზონტალური, ახლა გახდა ვერტიკალური და მიიღო ტეს ფორმა. უფრო გაიზარდა რადიატორის ცხაურა და რა თქმა უნდა შენარჩუნდა Kia-ს ეს სავიზიტო ბარათი Tiger Nose, ესე უწოდებენ, ესეთი ამოწეული დეტალი, აქაც ჩამოწეული კაპოტი, კაპოტზე და ანუ თუნებავთ ძრავის ხუბზე გადმოინაცვლა Kia-ს ლოგომ და Tiger Nose, ეს ვეფხვის ცხვირის ეგრეთ წოდებული დიზაინი გრძელდება საქარემინაზეც, რომელიც ესე არის ჩამოჭრილი. Kia Niro შემთხვევაში აგიხსენეთ, ეს ძალიან კარგად იგივე იყო იქაც და ის ვიდეოც ნახეთ თუ არ გინახავთ. მოკლედ რომ შევაჯამო, ეს მანქანა ძალიან გავს მაგალითად Kia EV9-ს, რომელიც არის ფლაგმანი Kia-სი და არის ელექტრომობილი და ძალიან მაგარი ელექტრომობილი და ერთი სიტყვით რომ შევაჯამო, Kia-ს ახალი ერა, ახალი ეპოქა, აი ასე გამოიყურება. ახლა გადავინაცვლოთ გვერდით და შევხედოთ პროფილში. ჯერ ვთქვათ, რომ ამ ავტომობილის სიგრძე არის 4 მეტრი და 82 სანტიმეტრი, სიგანე მეტრი და 90, სიმაღლე მეტრი და 70. პირველი რაც თვალში მხვდება
არის აი ეს ჩანართი. ესე იგი კარსა და წინა მარცხენა ფრთას შორის, იქითაც აქვს რა თქმა უნდა ეს ჩანართი, რომელიც არის ვიზუალური ეფექტი და არა უმეტეს ეს არის დიზაინერული დეტალი, რომელიც უხდება. რაიმე განსაკუთრებული ეფექტიანობით ეს დეტალი არ გამოირჩევა გარდა დიზაინისა. სამაგიეროდ აი ეს დეტალი არის რეალურად ძალიან ეფექტური. აი აქ არის ჰაერის შემშვები, ნაღდი, რომელიც რა თქმა უნდა აეროდინამიკას, საწვავის ხარჯს და ასე შემდეგ ემსახურება. საბურავები და დისკები. ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ 20 დუიმიან დისკებს და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა 20-იანი დისკები უხდება. საწყისი არის 18 დუიმიანი, ჰიბრიდებს მოყვება ჰიბრიდს და პლაგინ ჰიბრიდს 19-იანები, მაგრამ ამ შემთხვევაში უყენია 20-იანი დისკები და მე ვფიქრობ, რომ ყველა აირჩევს 20-იან დისკებს. თუ კი ამაზე რა თქმა უნდა ხელი მიუწვდებათ. ზომები გითხარით, აქაც ესეთი ჩანართი, ასევე დიზაინერული ელემენტი, სახელურებზე ზემოდანაც შეფერილი ვერცხლისფერში და ესეც ძალიან უხდება. მოვედით აუზის ხუბთან. და აქ აწერია დიზელი. ეხლა შეიძლება ბევრს გაეცინოს 2026 წელს დიზელი და თან წელიწადნახევრის წინ არის მანქანა განახლებული, მაგრამ მე გეტყვით, რომ პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიზელი. და თუ რამდენს წვავს, ამას მე გეტყვით, მანამდე გეტყვით, რომ აქვს 67 ლიტრიანი აუზი და ძალიან ბევრ კილომეტრებს გადის სავსე აუზით, ხშირად არ დაგჭირდებათ მისი დიზელით გავსება. ახლა ვისაუბროთ Kia Sorento-s უკანა ნაწილზე და პირველი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ როდესაც წეღან თქვი, რომ facelift-ის დროს რადიკალურად შეიცვალა მისი დიზაინი, ყველაზე ნაკლებად ეს ცვლილებები უკანა ნაწილს შეეხო. მაგრამ მაინც შეეხო და მოდით ნახოთ სად და როგორ. ყველაზე მთავარი ცვლილება არის ის, რომ უკანა მაშუქი აქამდე იყო გაყოფილი მთლიანად ორ სეგმენტად და ახლა Kia-მ ეს ორი სეგმენტი ერთმანეთს დაუკავშირა აი ამ ზედა ნაწილით და რეალურად მიიღო ჩემი აზრით უფრო უკეთესი ვიზუალი უკანა ფარებთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ უკანა მინაწმენდი დამალულია შიგნით, აი აქ და ესე უშნოდ არაზის და გამოსაცვლად არ არის რთული. Tiger Nose აი ეს გრძელდება უკანაც. აი აქ არის ესეთი ჩამოწეული დეტალი სახურავის სპოილერზე და პრინციპში მეტი არც არაფერი, მოდი გავხსნათ საბარგული, იმიტომ რომ საბარგულში იწყება Kia Sorento-s ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა. საბარგულის გამხსნელი ღილაკი აი აქ არ უნდა ეძებოთ, აქვს აი აქ. და იხსნება აი სივრცე, რომელიც ძალიან გამოარჩევს Sorento-s, იმიტომ რომ თავარი არის მისი ტევადობა. საბარგულის მინიმალური მოცულობა გახლავთ 697 ლიტრი, თითქმის 700 და მაქსიმალური 2085 ლიტრი. ძალიან ბევრია. აი, მართლა მესმის ტევადობა. აი, აქ არის Sorento უკვე განსაკუთრებით გამორჩეული ავტომობილი. ერთი დეტალი. აი ეს ხმები ხომ გესმით? ალბათ გესმით. პიპ ესე იძახის. რატო აკეთებს ამას და რა ხმაა ეს? მოდი ხა ცოტა ხანი მოვშორდები მანქანას და ნახავთ რატო. როდესაც მანქანას ჩემი გასაღებით მოვშორდები, უმატებს და დაიხურა. ეს არის ესეთი ფუნქცია, რომელსაც ქვია away close tailgate და ეს არის ახლა გააქტიურებული. როდესაც გასაღებით მანქანას მოშორდებით, ის ავტომატურად დახურავს საბარგულს, მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ ეს არ გააკეთოს, ჯერ ერთი შეგიძლიათ რომ სეტინგებიდან გათიშოთ ეს ფუნქცია და მეორე, თქვენ შეგიძლიათ, როდესაც გახსნით საბარგულს და სხვათა შორის ავტომატური გახსნაც აქვს, უბრალოდ ეხლა მე გამორთული მაქვს ეგ, იმიტომ რომ საბარგულთან ტრიალებდი და არ მინდოდა რომ თვითონ გაეხსნა, როცა გაჩვენებდით დიზაინს, ეგეთ შეგიძლიათ ჩაურთოთ. თუ გინდათ რომ მოკლედ ეს არ გააკეთოს, ანუ ფუნქცია გააქტიურებული გაქვთ, მაგრამ მაინც არ გინდათ რომ დაიხუროს, იმიტომ რომ გახვალთ და კიდე მოსვლა გიწევთ საბარგულთან, აი ამ ღილაკს დააჭერთ, აღარც პიპ საკეთებს და აღარც დაიხურება. როგორც კი გამორთავთ, ისევ გააგრძელებს და ხელს დახურავთ. აი ასე. ცოტა ხანი კიდევ მიუბრუნდეთ საბარგულს, იმიტომ რომ რაღაცები დამრჩა სათქმელი, სათვალე აღარ მჭირდება. ამ Sorento-s აქვს სავარძლების მესამე რიგიც და მაგას მე გაჩვენებთ, როგორ ვზივართ მესამე რიგში. ამ ფარდას ცოტა ხნით მოვხსნი და გაჩვენებთ რაღაცებს. მაგალითად, მე ვისურვებდი, რომ ამ საბარგულში გქონდეს რაღაცა დამატებითი სათავსოები, თუნდაც კუთხეებში, თუნდაც ბადიანი, იმისთვის რომ პატარა ნივთები ჩავალაგოთ. მართალია, აქ აქვს ესეთი განყოფილება
და აქ პატარა ნივთებს ჩავდებთ, მაგრამ მაინც სასურველი იქნებოდა რომ კუთხეებში მაინც ჰქონდეს პატარა ნივთების ჩასალაგებელი ბადეები. ძალიან საინტერესოა ის რომ მაგალითად მესამე რიგის სავარძლების უსაფრთხოების ღვედების მისამაგრებლები აქვს. აი ესეთი და სხვა შორის ეს აქვს მეორე რიგის სავარძლებსაც და მესამე რიგის სავარძლებში უკვე მე ვხედავთ USB-C დამტენებს და ასე ვთქვათ, ჭიქის ჩასადებებს და ასე შემდეგ, ტელეფონის ჩასადებებს, მათ შორის მაგას მე გაჩვენებთ. და ახლა გაჩვენებთ, როგორ იწევა უკანა, ანუ მეორე რიგის სავარძლების საზურგეები მარტივად, ერთი ღილაკით. მარჯვენა, მარცხენა. აი ესე, გადაიყრება და აი ახლა უკვე გვაქვს ის 2085 ლიტრი. ავიც, მე ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ შემიძლია შევწვე და დავიძინო კიდევაც, უბრალოდ ახლა მაგას არ გავაკეთებ. დავიწყოთ მეორე რიგის სავარძლებზე ჯდომით. ჯერ მინდა გაჩვენოთ ის, რომ აი ეს უსაფრთხოების ღვედის მისამაგრებლები აქვს, რომ ესე არ იყოს, ეხლა აქ ჩვენ გვაქვს ასევე მესამე რიგის სავარძლების და დაჯდომისას რო არ შეგვიშალოს აი ამ ღვედმა ხელი, შეგვიძლია ესე მივამაგროთ ძალიან კომფორტულად. და ზღურბლზე აწერია Sorento. ბევრ ადგილას აწერია, მაგას კიდე გაჩვენებთ და ესე ამაყად აწერია Sorento. ვერცხლისფერ ჩანართზე ზღურბლზე. როგორ ვზივართ უკან? ეხლა ამ წუთას ძალიან გადაწეული მაქვს მე ეს სავარძელი და მთავარი აქ ყველა საინტერესო არის ის რომ ეს სავარძელი მოძრაობს როგორც წინ და უკან, აი ესე, თუ დაბალი ხარ წინ მიწევ და უკან სივრცეს ათავისუფლებ ან საბარგულისთვის, ან მესამე რიგში მჯდომისთვის, ან ესე ბოლომდე გაწევ უკან. მოძრაობს საზურგეც, შეგიძლია ესე წამოწიო, ეს არის პირველი პოზიცია და სხვა შორის არ არის ცუდი პოზიცია ეს, რაც უფრო ვერტიკალურად ზიხარ ხანდახან უკეთესია. და აქვს ბევრნაირი რეგულირების საშუალება, აი ბევრნაირად როგორც გინდა ისე დააყენებ. არა რომ მარტო სამი პოზიცია ქონდეს, რამდენიმე პოზიცია. ეს ძალიან კარგია ზოგადად უკანა სივრცისთვის და პრაქტიკულობა და ეს ტევადობის მთავარი პლუსები კიდე გრძელდება და გრძელდება. ძალიან პრაქტიკულია ეს გადაწყვეტილებებიც, აქ არის USB-C დამტენი პორტი, აქაც USB-C, შეგვიძლია რომ წინა სავარზელიც ვმართოთ, მაგალითად ძღოლის არა, ძღოლს არ ვეხებით. წინა გვერდითა სავარძელზე მჯდომი გზავრის სავარძელი შეგვიძლია გავწიოთ, ეს საზურგე გადმოვწიოთ, გადავწიოთ, ან თვითონ სავარძელი გამოვწიოთ და გავწიოთ. არ ჭირდება იმის კარნახი რომ აბა გამიწიე წინ ვერ ვეტევი და რა, შენ თვითონ შეგიძლია დაარეგულირო უკნიდან. ხო, ჩასადებებში არაფერი განსაკუთრებული, ძალიან კარგი გადაწყვეტილება, აი ეს ჭიქის ჩასადები, მოდი ამას ცოტა ხანი წინ გავწევ. სივრცე ძალიან ბევრია, როგორც მუხლების წინ, ისე თავზემოთ, როგორც არ უნდა დააყენოთ და რამდენადაც მაღალი მგზავრი არ უნდა იჯდეს. აი ეს ჭიქის ჩასადები არის ძალიან პრაქტიკული. აქვს უკან სავარძლების გასწვობაც, აი ღილაკი, აქ არის. და აქვს ესეთი ფარდაც მეტი პრივატულობისთვის. ხო, არის პანორამა, მე გავაღებ და ამასაც გაჩვენებთ. იმისათვის რომ მოვთავსდეთ მესამე რიგის სავარზელში, ძალიან მარტივად ხდება მეორე რიგის სავარზლის მოშორება, ჩვენთვის რომ მარტივად შეგვეძლოს შესვლა. არის ორი ღილაკი, ერთი აქ, ერთი აქ. მე ხა ამას დავაჭერ, ფუნქცია ერთ და იგივეა. გაიხსნა სივრცე. აბა მოვთავსდეთ. ესე. და მოდი ბარემ ამასაც აი ესე გადის. ეხლა მე ამას ისევ დავაბრუნებ, რომ დავინახოთ როგორ შეიძლება დავჯდეთ აი ასეთ პოზიციაში. აი ასე ვზივარ მესამე სავარძელზე, ბავშვები და თინეიჯერები აქ ჩემზე გაცილებით კარგად მოთავსდებიან. მე თავის მისაყრნავს ამოვწევდი. ხო, ვიწროთ ვართ, მაგრამ ბევრ მანქანაზე უკეთესად ვართ. მით უმეტესო გვაქვს ტელეფონის ჩასადები, გვაქვს ჭიქის ჩასადები, გვაქვს აქაც USB-C დამტენი და კლიმატ კონტროლიც გვიბერავს მესამე ნაწილში და ხილვადობაც გვაქვს პატარა ფანჯარა ესეთი. აქედან ვიყავ. მოკლედ, კომპრომისულად შეიძლება დასული ადამიანის დაჯდეს აქ. Faceliftis შემდეგ სალონში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, არ შეცვლილა ცენტრალური კონსოლის ძირითადი ელემენტების განაწილება და დიზაინი, მაგრამ აი აქ ყველაფერი არის შეცვლილი, დაწყებული საჭით, დამთავრებული, გაგრძელებული აი ამ წინა ნაწილით, თავისი ეკრანით და ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილით. პირველი შეგრძნება, რაც კი Sorento-ში მეუფლება, არის ის, რომ და ალბათ თქვენც დაგეუფლებათ, არის ის, რომ ზიხარ უფრო მაღალი კლასის მანქანაში, ვიდრე რეალურად ეს მანქანა არის. მოაქვს ძალიან ბევრი პრემიუმ შეგრძნება დეტალებშიც, მასალების ხარისხშიც
ფუნქციებშიც და ვიზუალურადაც. ძალიან საინტერესო და მთავარი გადაწყვეტილება არის, რა თქმა უნდა, აი ეს ერთი დიდი ეკრანი, მთავარი ეკრანი აქ, მულტიმედიის და კონექტივიტის ეკრანი და აი ეს დაშბორდიც, ჩამერთო. აი ესეც არის სრულიად ახალი და რა თქმა უნდა ციფრული. ძალიან კარგი გრაფიკა არის და აქვე გაჩვენებთ ბარემ როგორ შეგიძლია შეცვალო აი ამ მაჩვენებელთა დაფის დიზაინი. ამისთვის შევდივართ ჩვენ სეტინგებში, ჯერ უნდა ვიპოვოთ სეტინგები, კია, შემდგომ სეტინგები და layout. კი ბატონო, layout და აი აქ გვაქვს ესე იგი ორი სტილი. ეს არის circle, ანუ წრეები, როდესაც სპიდომეტრი და ბრუნების ამცველი არის კლასიკურ ვიზუალურ სტილში გადაწყვეტილი და არის simple, რომელიც არის უკვე თანამედროვე ციფრული, მხოლოდ ციფრულად რომ აწერია და არა მრგვალი დიზაინი. საჭის მოძრაობის დიაპაზონსაც ბარემ აქვე გაჩვენებთ. აი ესეთი დიაპაზონია, სიღრმეშიც რეგულირდება. მე მიყვარს მაქსიმალურად უკან და მაქსიმალურად ქვემოთ, აი ასე. და ნახეთ კრიტიკული პუნქტი რა არის. აი ესეთ სიტუაციაში გნებავთ წრიული დიზაინი ჰქონდეს და გნებავთ ეს მეორე simple დიზაინი. როგორც მე მიყვარს, აი როგორც მე სავარძელი მოვივლი, ყველაზე დაბლა მაქვს ხა მე სავარძელი ჩაწეული. თუ simple-ზე გადავრთავ, ხედავ აი ამ სიჩქარეებს და ზედა ნაწილს ვერ ხედავ. თუ გადავრთავ circle-ზე და მრგვალ კლასიკურ ვიზუალს გამოვიყვან, რეალურად ვეღარ ხედავ სიჩქარის მაჩვენებელს, როდესაც ჩემ გემოზე მოვირგე სავარძელი და საჭე. აი ეს არის ერთი მინუსი. ხა შეიძლება ამაზე უფრო დაბალი პოზიცია აერჩიათ და ამაზე ქვემოთ მე სავარძელი აღარ მიშვებს და მაშინ უკვე გამოჩნდებოდა. ან მეორე ვარიანტი თუ გადავწევ ახლა მე სავარძელს აი ესე კარგად გადავიწევი და თუ ესეთი მართვა მიყვარს, მაშინ უკვე დავინახავ, მაგრამ აი მე როგორც მიყვარს, ისე იმ პოზიციაში ბოლომდე აღარ ჩანს აი ეს დეტალები. საჭეზე რა თქმა უნდა არის კლიმატის, რა თქმა უნდა არის აუდიო სისტემის და აუდიო სისტემა არის Bose, რაც ძალიან კარგია, პრემიალური აუდიო სისტემა არის ამ მანქანაში და ამასაც რა თქმა უნდა მოაქვს თავისი პრემიუმ შეგრძნება. აქ გვაქვს ესეთი ღილაკი, რომელსაც ახატია ვარსკვლავი და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ფუნქციები ავირჩიოთ ფავორიტებად და სწრაფად მიგვიწვდებოდეს იმ ფუნქციებზე ხელი. მაგალითად, ეხლა ამ შემთხვევაში რომ დავაჭერთ, აი რეები შეგვიძლია ავირჩიოთ. Passenger talk, ხო, შეგვიძლია რომ უკან მესამე რიგში მჯდომ ადამიანებს ვესაუბროთ მიკროფონით. ასევე შეგვიძლია აი ამ ღილაკზე გამოვიტანოთ ნებისმიერი რამ, მაგალითად რუკა, media on-off-ი, quiet mode, ანუ სიჩუმის mode, home screen რო გამოაჩინოს მაშინვე, Bluetooth-ის connection-ი რო გამოიტანოს ეგრევე ამ ერთი ღილაკის დაჭერით, სატელეფონო ზარის გათიშვა პირდაპირ ამ ღილაკით, რაც ალბათ ყველა ამაგას დააყენებს, იმიტომ რომ აქ მარჯვნივ აქვს, ესე იგი, ყურმილის ამღები ეგრეთ წოდებული, ანუ როცა ვიღაც გირეკავს და იღებ და ამით რო გათიშვა, ეს იქნება ალბათ ყველაზე ლოგიკური და ბევრი დააყენებს ამაზე ამ ფუნქციას. დაიმახსოვრო start stop-ი, voice memo, გადავიდეს ასისტენტ სისტემების setting-ებში, გადართო sport mode-ზე, Bluetooth აუდიოში შევიდეს ეგრევე და ასე შემდეგ რადიო, ხო, ამინდი გამოგიტანოს და ასე შემდეგ. მოკლედ, კარგი ისეთი მნიშვნელოვანი ღილაკი არის, სადაც შეგიძლია ნებისმიერი რამ გამოიტანო. და აქვე არის ერთი ჩემი საყვარელი ღილაკი. ყველა თანამედროვე ავტომობილზე ყველაზე მეტად რომელი ღილაკიც მიყვარს. ეს არის აი ეს ღილაკი, რომელიც თიშავს ზოლის დაცვის ასისტენტს და როგორც კი ამას დააჭერ დიდხანს, აი აქაც გახდება ფორთოხლისფერი მოყვითალო ეს მაჩვენებელი, ზოლის დაცვის line change to line keep assist-ი. ეს ითიშება და რატომ მიყვარს ეს ღილაკი? ვისაც გიყვართ ეს ასისტენტ სისტემა, კი ბატონო, ღმერთმა მოგახმაროთ მშვიდობაში, უსაფრთხოა და კარგია, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე ძალიან არ მიყვარს, როცა ჩემი და საჭის ურთიერთობაში რომელიმე ასისტენტ სისტემა ერევა. ამიტომ პირველი რაც ვაკეთებ ხოლმე, ვთიშავ აი ამ ფუნქციას და თქვენს თუ მოგინდებათ გათიშვა, გათიშავთ აი ამაზე დიდხანს დაჭერით. აი აქ აქვს კიას ძალიან კარგი გადაწყვეტილება, ოქროს შუალედი ფაქტობრივად ორ მიდგომას შორის, ერთი არის ძველი კლასიკური old school მიდგომა, როცა ღილაკები გვაქვს კლიმატ კონტროლის და აუდიო სისტემის, თავარი ღილაკები და მეორე როცა სენსორულ ეკრანზე გადადის ხოლმე ყველა ფუნქცია. მე არ მიყვარს ყველა ფუნქცია სენსორულ ეკრანზე, არც ის მიყვარს ზოგადად დიდი ეკრანები, ეს თქვენ იცით, მაგრამ აქ კიას აქვს ძალიან ისეთი smart ჭკვიანური გადაწყვეტილება. რეალურად ეს არის ეკრანი და არის სენსორული ეკრანი. და შეგიძლიათ ცვალოთ, ამ შემთხვევაში ზემოთ დააჭერთ და გადახვალთ
მულტიმედიის ფუნქციებზე და აუდიო სისტემის ფუნქციებზე, ქვემოთ გადმორთავთ კლიმატ კონტროლის ფუნქციებს და რაც ყველაზე მთავარია, უკავშირი გვაქვს. ნახეთ. მართვის დროს, როცა დააჭერთ, იგრძნობთ დაეჭირა თუ არა. თანამედროვე გადაწყვეტილება რეალურად ეს არის ფაქტობრივად ოქროს შუალედი, აი კლასიკურ ჰაპტიკურ ღილაკებსა და მხოლოდ სენსორიადას შორის. ცენტრალური კონსოლი. ესეთი დასატრიალებელი ლამაზი ბერკეტი, მყარი, რომელიც რთავს გადაცემათა კოლოფს, ეს არის D, N და R, ანუ წინსვლა, უკუსვლა, ნეიტრალი და მოაქვს ასევე პრემიუმ შეგრძნება. მე ბერკეტები მიყვარს საერთოდ და ძველი სკოლა მიყვარს, მაგრამ თუ მაინც და მაინც მაშინ ასეთი უნდა იყოს, ჩემი აზრით. ლამაზად არის გადაწყვეტილი ცენტრალური კონსოლი და აი გვაქვს ეს მთავარი ღილაკი კიდევ რომლითაც ვცვლით რეჟიმებს, სulis რეჟიმებს, მარცხენა მხარეს არის ნორმალი, ეკო, სპორტი და სმარტი. სმარტი არის, როცა მანქანა თვითონ ადაპტირდება ყველანაირად შენსვლაზე და გზის ზედაპირზე და მარჯვნივ უკვე არის ეს terrain განყოფილება. ეს მანქანა არის 4x4-ზე, ძრავზე, დიზელზე კიდე მე ცალკე ვისაუბრებ, მაგრამ მთავარი არის აქ, ესე იგი, თუ ერთხელ დავაჭერთ, ეს ფუნქციებია გახსნილი, თუ მეორეჯერ დავაჭერთ, უკვე terrain ფუნქციებია გახსნილი, რომელსაც ეკუთვნის snow, თოვლი, მადი, ტალახი და სანდი ქვიშა. სამი ესეთი off-road რეჟიმი აქვს. ხო, ეხა Kia Sorento არის 4x4-ზე, კლირენსი აქვს საკმარისად კარგი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის კლასიკური ესეთი ძალიან მაგარი off-roaderi, თუმცა ყველა იმ უგზოობას გაუმკლავდება, ყველა მარტივ და საშუალოდ რთულ უგზოობას ნამდვილად გაუმკლავდება. ანუ აქვს თოვლის, ტალახის და ქვიშის ფუნქცია. აქვე არის კამერის ჩართვის ფუნქცია, პირდაპირ ესეთი გამოაქვს აქ ეკრანზე. პირდაპირ ამ ღილაკს დავაჭერთ და გამოიტანს ეკრანზე 360-იან კამერას. ჩვენ აქ შეგვიძლია მანქანას უყუროთ აი ესე გარშემო, ნახოთ მის გარშემო რა ხდება. ზემოდან, ანუ თუ დაგვჭირდა, ნებისმიერი წინაღობა დავინახოთ და არის ჩვეულებრივი უკანა განყოფილება, წინა განყოფილება. ყველანაირად გვიჩვენებს აქ კიდე არის სეტინგები, სადაც ბევრ რაღაცას შეცვლით. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ფუნქციაა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი, როცა ამ ხელა მანქანაზეა საუბარი. ამ მანქანაში თავს ყველა იგრძნობს მართლაც უფრო უკეთ, ვიდრე ელოდება რომ იგრძნობს. ამას თქვენ თვითონ ნახავთ, თუ მიხვალთ Kia საქართველოს შოურუმში და თუ თქვენ თვითონ გატესტავთ, ტესტ-დრაივის მანქანები ყავთ და ჩვენს ტესტ-დრაივის მანქანა ყავს წამოყვანილი და მინდა რომ თვითონ დარწმუნდეთ ამ ყველაფერში, რაზეც ვსაუბრობ. რეალურად ამ მანქანაში არ შეგრცხვებათ არც ერთი სტუმრის დახვედრა, რაც არ უნდა მაღალი რანგის იყოს ის, თუ თქვენ გაქვთ კომპანია და გაქვთ ბიზნეს შეხვედრები, ასევე, იმიტომ რომ აბსოლუტურად თანამედროვე გარემოა, უკანა სავარძლებსაც აქვს ეს ათვობის ფუნქცია და ზოგადად ისეთი აგრილების ფუნქცია და ისეთი სალონია, ეს პანორამა მაგალითად, ისეთი სავარძლებია და ისეთი მასალებია და ისეთი ფუნქციებია, ეს მთელი ფარდები, დასამუხტი ადგილები, USB-C პორტები, რაც გაჩვენეთ უკვე. რომ რეალურად Kia Sorento პასუხობს იმ კითხვას ყველაზე კარგად, რომ სადღაც ოქროს შუალედთან არის ძალიან ახლოს პრემიუმსა და არაპრემიუმს შორის და მოგეხსენებათ, ბევრს აქვს ხოლმე ეს მომენტი პრემიუმ ავტომობილები გაცილებით ძვირია, მართლა პრემიუმი, რასაც ქვია ოფიციალურად და Kia აი ესე ნაბიჯ მიდის პრემიუმობისკენ, მას მერე რაც გამოვიდა ნებისმიერი მისი მოდელი, დიდი მანქანები განსაკუთრებით, იგივე სპორტიჯი, პირველ რიგში რა თქმა უნდა Sorento, რომელიც არის ყველაზე დიდი. Ну, აღარ საუბრობ ელექტრო ავტომობილებზე, რომელიც Kia-ს ყავს. ჯერ მაქვს ნორმალ რეჟიმში და პირველი რაც უნდა გითხრათ, რა თქმა უნდა არის ის, რომ ეს არის დიზელი 2.2 ლიტრი მოცულობის 194 ცხენისძალიანი დიზელის ძრავით 440 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი. ეს არის ერთადერთი სუფთა შიგაწვის ძრავა, რომლითაც გამოდის ახალი Kia Sorento, იმიტომ რომ ამის გარდა არის მხოლოდ ჰიბრიდი, ანუ ბენზინის ჰიბრიდი და plug-in ჰიბრიდი, ანუ დამუხტვადი ჰიბრიდი, რომლებსაც უყენიათ 1.6 ლიტრი მოცულობის ძრავები ბენზინის და იმ შემთხვევაში ჩვეულებრივ სრულფასოვან ჰიბრიდს ემატება 60 ცხენის ძალის ეკვივალენტი სიმძლავრის ელექტრომოტორი და plug-in ჰიბრიდს ემატება 91 ცხენის ძალიანი ელექტრომოტორი. მაგრამ ჩვენ ვისაუბროთ დიზელზე და დიზელზე პირველი რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ როდესაც ამ მანქანაში დაჯდებით და მას გაატარებთ,
აჩქარებთ ან ნებისმიერი რამ ძალიან რთული მისახვედრია რომ ეს არის დიზელი, იმიტომ რომ მანქანის სალონში დიზელის ძრავის ხმა ფაქტობრივად არ შემოდის. სამაგიეროდ იგრძნობა იმაში, რომ უშუალოდ აჩქარების დროს, ტარების დროს, აი როგორ დადის და როგორ ჩქარდება, ხვდებით რომ სიმძლავრე აქვს მეტი. ანუ მაბრუნი მომენტი აქვს მეტი. აი ეს 440 ნიუტონ-მეტრი, აი ამ ნორმალ რეჟიმშიც კი რომელშიც ახლა მე დავდივარ, ძალიან კარგად იგრძნობა. ეს არის დიზელის ძალიან დიდი უპირატესობა იმ უპირატესობასთან ერთად, რომ წვავს ძალიან ცოტას. ძალიან რბილი სულ ახასიათებს ძალიან კარგი აჩქარება, დიზელის ძრავის დამსახურება ეს აბსოლუტურად და მოხვევაც არის რა თქმა უნდა არა ძალიან ისე სპორტული, მაგრამ საკმაოდ მკაფიო, მაინც ეს აუცილებლად უნდა ითქვას. მოდი გადავიტან სპორტის რეჟიმშიც, ეხლა უკვე რახან მოხვევაზე დავიწყეთ საუბარი. და მოდი გავჩერდები და ავჩქარდები ადგილიდან. კარგად მინდა შევიგრძნო ამ მანქანის მაბრუნი მომენტი, დიზელის ძრავები ძალიან პატივსაცემია და მიხარია რომ კი ამას აგრძელებს. აი, წავედით. აი ეს 440 ნიუტონ-მეტრი იგრძნობა, მანქანა მძიმეა, მანქანა დიდია, მაგრამ ჩქარდება ძალიან კარგად, მით უმეტეს სპორტის რეჟიმში და ეს მოხვევის სისტემაც რა თქმა უნდა უკეთესი ხდება. უფრო მკაფიო, საჭე დიდად არ ხისტდება, რაც ასევე ცუდი არ არის, იმიტომ რომ სპორტულ რეჟიმში ამ მანქანით ძალიან ცოტა თუ ივლის, ძალიან ცოტა არ მოეთხოვება Kia Sorento-ს, განსხვავებით მისი რამდენიმე კონკურენტისგან, სპორტულად სიარული, რასაც ქვია და მთავარ საქმეს გასწრების ამბავში გააკეთებს ეს სპორტის რეჟიმი და თუ მაინც და მაინც სისწრაფე და ეს რაღაცა ესეთი აჩქარებები მოგხიბლავთ რაღაც მომენტებში, შეგიძლიათ ჩაუხდოთ, მაგრამ ეს ამით სპორტულ მანქანად ნამდვილად არ გადაიქცევა და არც მოეთხოვება ეს Sorento-ს მოეთხოვება ის, რომ იყოს პრაქტიკული, ტევადი, კომფორტული ავტომობილი. აი ხა ნახეთ 5 და 5 ლიტრზე ჩამოვიდა საწვავის ხარჯი. 6-დან 8-მდეა მისი საწვავის ხარჯი, ზოგადად ესეთია დაპირება ოფიციალური Kia-სი. კიდევ ერთხელ ამბობ, 440 ნიუტონ-მეტრი აქვს, 200-მდე ცხენის ძალა, დიზელია, მძლავრია, 4-4-ზეა, დიდია, ტევადია და ეს 5-დან 6-მდე მერყეობს ესეთი მშვიდი სიარულით ამ მანქანის საწვავის ხარჯი. ქალაქშიც ვიარეთ ჩვენ და იქაც იყო დაახლოებით 6.5. რა თქმა უნდა შეიძლება დააწვევინო 10-იც და 11-იც თუ რაღაცა სპორტის რეჟიმში ივლი, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს არის მისი მაჩვენებელი, როდესაც ამხელა მანქანა ასეთი წონის, ასეთი შესაძლებლობის მქონე 4-4-ზე, თავისი სიმძიმით და ყველაფრით გიწვავს სადღაც 6-დან 8 litrამდე, აი ეს არის მისი დიაპაზონი, ამ წუთას 6-ია საწვავის ხარჯი. ეს არის მართლა ძალიან მაგარი შედეგი და მე ვფიქრობ, რომ დიზელის უპირატესობა ესეც არის, იმიტომ რომ ზოგადად ღირს უფრო ნაკლები ვიდრე ჰიბრიდული ან მით უმეტეს პლაგინ ჰიბრიდული ვერსიები სხვა მისი კონკურენტებისა და ამავდროულად დიზელი არის მძლავრი, დიზელი არის მაინც სანდო. რა თქმა უნდა გარემოს არ აბინძურებს ისე როგორც აბინძურებდნენ ადრე დიზელის ძრავის მქონე ავტომობილები, იმიტომ რომ სულ სხვა ფილტრაცია უხენია და აბსოლუტურად აკმაყოფილებს ევროპის ევრო 5-ის და ასე შემდეგ სტანდარტებს, ანუ ევროპული მოდელია, ევროპის ბაზრისთვის შექმნილი, ევროპაში ზუსტად ასეთი დიზელის ვერსიები იყიდება, მართვის ნაწილი რომ შევაჯამო, ეს მანქანა არის მშვიდი, წყნარი, კომფორტული, მძლავრი თუ დაგჭირდა, ხმის იზოლაცია ძალიან კარგი, ამ კლასის და ამ ფასის გათვალისწინებით, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაგალითად თუ დაინტერესდებით, აუცილებლად მიდით Kia საქართველოს შოურუმში, წაიყვანეთ, გაიყვანეთ, სადმე გადით ქალაქიდან, არის ამის საშუალება, თუ ჩაეწერებით test-drive-ზე და მოგზაურობაში გამოცეთ, ოჯახთან ერთად წადით სადმე, ნახეთ რამდენს დაწვავს, ნახეთ როგორ ივლის და აი ამის შემდეგ გადაწყვიტეთ. ახლა ეს არის ყველაზე ისეთ მნიშვნელოვანი რჩევა, რაც ახლა მე შემიძლია მოგცეთ, იმიტომ რომ ეს ერთი შეხედვით რომ შევედი და რა მაგარი ახალი Sorento-ა, ეგეთი მანქანა არ არის, არც იყო და ალბათ არც იქნება, მაგრამ აი მოხმარებაში უკვე თავის თავარ ასე ვთქვათ პლუსებს გამოაჩენს, პრაქტიკულობით, ტევადობით, კომფორტით, აი ამ მთელი ყველაფერით, რაც ამ ვიდეოში ვისაუბრე, უახლესი ტექნოლოგიებით, smart გადაწყვეტილებებით და მე უკვე თქვენთან დარწმუნდებით ღირს თუ არა ამ მანქანაში იმ თანხის გადახდა, რომელზეც ცოტა ხანში დასკვნაში ვისაუბრებთ.
და სანამ ბოლო შეჯამებაზე გადავალ, მინდა გაჩვენოთ ის, რაც წეგან დაგპირდით, როდესაც ვსაუბრობ ხმის იზოლაციაზე და იმაზე, რომ დიზელის ძრავის ხმა შიგნით თითქმის არ შემოდის, ეს კიდევ ერთი რამის დამსახურებაა გარდა ორმაგი მინებისა და აი აქ დავინახე ეგ, აი აქ, კარის ჭრილში პირდაპირ ჩანს აი ეს ფოლგა, რომელიც სპეციალურად აქვს ჩადებული ქარხნულად იმისთვის, რომ ხმის იზოლაცია იყოს კიდევ უფრო უკეთესი და ეხლა შევეცდებით კამერაში გაჩვენოთ ზუსტად, აი კარგად ჩანს აქედან როგორ უმუშავიათ კორეელებს ხმის იზოლაციაზე თვითონვე ქარხნულად. კარგი, მოდი შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ტესტ-დრაივი. პირველ რიგში მადლობა Kia-ს იმისთვის, რომ დატოვა დიზელის ძრავა სამოდელო რიგში და ზოგადად აქვე მინდა ვთქვა, რომ Kia არ მიედმოედება რაღაცეებს და გვთავაზობს ძალიან კონკრეტულ არჩევანს იმის მიხედვით, რასაც უნდა ითხოვდეს მომხმარებელი, განსაკუთრებით საქართველოში, ანუ კარგად ერგება საქართველოს აი ეს მისი შემოთავაზებები ძრავების მხრივ. ანუ რას გულისხმობ? არის დიზელი, არის ბენზინი ჰიბრიდი და არის პლაგინ ჰიბრიდი. სხვა ვერსია არ არსებობს. Kia Sorento-სგან არც არავინ ითხოვს 6 და 8 ცილინდრიან ძრავებს, არ არის საჭირო. თუ ბენზინია, უნდა იყოს ჰიბრიდი, იმიტომ რომ არის ეკონომიური. თუ ელექტრიფიცირებაა, მაშინ პლაგინ ჰიბრიდი, თუ არა და დიზელი. აი ეს ვერსია, რომელიც ჩვენ დღეს გავტესტეთ და რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს აი ამ სამეულში თავისი ფასისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. დიზელი თავისი ძალით და აი ამ ძალისა და ეკონომიურობის ბალანსით არის ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი, თუ შეიძლება რომ ასე ვთქვა. აი ასე გვიმარტივებს Kia არჩევანს და მე ამ მანქანის მართვისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თვითონ Kia Sorento გვიმარტივებს რაღაცნაირად ცხოვრებას. რაც შეეხება ფასს, Kia საქართველოს შოურუმში ახალი Kia Sorento-s ფასი იწყება $45,500-დან კომპლექტაციების მიხედვით. აქვს ძალიან საინტერესო შემოთავაზება, 1 წლიანი უპროცენტო განმავლობა TBC ბანკთან თანამშრომლობით. აქ უკვე შემოდის ის მომენტი, რომ საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებაც ხდება ფინანსური კუთხით, საკმაოდ მომგებიანი 1 წლიანი უპროცენტო განმავლობა. პლუს ამას მოყვება 1 წლიანი დაზღვევა საჩუქრად და ესეც საკმაოდ სარფიანი წინადადებაა. დანარჩენი უკვე თქვენ თვითონ უნდა ნახოთ. მიდით Kia საქართველოს შოურუმში, თქვენ თვითონ გატესტეთ და თქვენ თვითონ ნახეთ, რამდენად კარგად არის ის დაბალანსებული და არის თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული არჩევანი ამ კონკრეტული შემოთავაზებით. და ზოგადადაც როგორც მანქანა, არის თუ არა ის ოქროს შუალედი, რომელსაც შეიძლება ცხოვრების ამ ეტაპზე ეძებდეთ. დროებით.